9 ივლისს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას PSG მადრიდის რეალს დაუპირისპირდება. მატჩი, რომელსაც ნაადრევ ფინალსაც უწოდებენ, თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება. ნახევარფინალამდე ორივე გუნდი დამაჯერებლად მოვიდა. ჩაბი ალონსოს მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ სამეფო კლუბის თამაში უმჯობესდება. გუნდების შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდებიან. პარიზელებს ორი მცველი, ვილიან პაჩო და ლუკა ერნანდესი დააკრდებათ, რომლებიც მიუნხენის ბაიერნთან 9 კაცით მოგებულ შეხვედრაში გაუწევეს. ასევე დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს შეხვედრას რეალის დაცვის ლიდერი, ახლად წვეული 딘 ჰოისენი. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. ერთმანეთს ბრაზილიური ფლუმინენსე და ლონდონის ჩელსი დაუპირისპირდებიან. გუნდებს შორის გამარჯვებული ახალი ფორმატით ჩატარებული საკლუბო ჩემპიონატის ფინალში სწორედ PSG-სა და მადრიდის რეალს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ იმან რაკიტიჩმა კარიერა ოფიციალურად 37 წლის ასაკში დაასრულა. ხორვატი ფეხბურთელი სამენეჯერო საქმიანობის დაწყებას აპირებს. რაკიტიჩს 993 ჩატარებულ მატჩში 140 გოლი აქვს გატანილი და 157 საგოლე გადაცემა შესრულებული. რაკიტიჩი 17 ტიტულის მფლობელია. სხვადასხვა დროს ხორვატი ფეხბურთელი ბარსელონას, სევილიასა და შალკეს ღირსებას იცავდა. საქართველოს კუდოს ნაკრებმა ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე 18 медალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენებმა 8 ოქროს, 5 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლის მიღება და გუნდურ შეჯიბრში მეორე ადგილის დაკავება შეძლეს. ტურნირში საერთო ჯამში 24 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა.